ტექსტის ფერი. მიუთითებლად პროგრამა Excel 2007-ში ტექსტის ასაკრეფად გამოიყენება ფერი Auto, რომელიც დამოკიდებულია ფურცლის არჩეულ ფონურ ფერზე. ანუ თეთრ ფურცელზე შრიფტი შავია, ხოლო ლურჯზე თეთრი და ასე შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვყოთ ფერით ტექსტის საჭირო ფრაგმენტი, რისთვისაც უნდა შევცვალოთ შრიფტის ფერი. პირველი მეთოდი. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოვყავით საჭირო უჯრედები და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Font დააწყაპუნეთ ღილაკზე Font Color. გახსნილ პალიტრაში ნაწილებში Theme Colors და Standard Colors აირჩიეთ საჭირო ფერი თაღვის მარცხენა ღილაკზე დაწყაპუნებით. თუ პალიტრაში არ იმყოფება საჭირო ფერი, დააწყაპუნეთ პუნქტზე More Colors. გახსნილ პანჯარაში ჩანართებზე Standard და Custom აირჩიეთ საჭირო ფერები. დახურეთ პანჯარა ღილაკზე OK დაწყაპუნებით. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოვყავით საჭირო უჯრედები და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Font დააწყაპუნეთ ღილაკზე Format Cells, ან გამოიყენეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-Shift-F. გახსნილ პანჯარაში ჩანართზე Font გახსენით ფერთა პალიტრა Font Color. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს პირველი მეთოდის შემთხვევაშია მოყვანილი. მესამე მეთოდი. გახსნილი ფურცლის პანჯარაში დააწყაპუნეთ თაღვის მარჯვენა ღილაკზე საჭირო უჯრედზე. ავტომატურად ამოტივტივებულ პანელზე პანჯარაში Font Color გახსენით ფერთა პალიტრა. შემდეგ იმოქმედეთ ისე, როგორც ეს პირველი მეთოდის შემთხვევაშია მოყვანილი. ტექსტის გასწორება უჯრედში. მიუთითებლად ტექსტი იკრიფება მარცხენა ველის მიხედვით. როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ტექსტის გასწორება, აგრეთვე ტექსტის დახრეს კუთხე შეგვიძლია მივუწითოთ, როგორც ტექსტის შეყვანამდე, ასევე მის შემდეგაც. როგორ გავასწოროთ ტექსტი ჰორიზონტალურად? პირველი მეთოდი. ძირითადი გასწორება. გახსნილი ფურცლის პანჯარაში გამოვყავით საჭირო უჯრედები და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Arrangement დააწყაპუნეთ ჰორიზონტალური გასწორების საჭირო ღილაკზე. Arrange Text Left. ტექსტი სწორდება უჯრედის მარცხენა მხარეს. Center. ტექსტის ცენტრში გასწორება. Arrange Text Right. ტექსტი სწორდება უჯრედის მარჯვენა მხარეს გასწორება. როგორ გავასწოროთ ტექსტი ვერტიკალურად? პირველი მეთოდი. ძირითადი გასწორება. გახსნილი ფურცლის პანჯარაში მონიშნეთ საჭირო უჯრედები და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Arrangement დააწყაპუნეთ ვერტიკალური გასწორების საჭირო ღილაკზე. Top Arrange. ტექსტის გასწორება უჯრედის ზედა მხარის მიხედვით ხდება. Center. ტექსტის გასწორება უჯრედის ცენტრის მიხედვით ხდება. Bottom Arrange. ტექსტის გასწორება უჯრედის ქვედა მხარის მიხედვით ხდება. მეორე მეთოდი. გახსნილი ფურცლის პანჯარაში მონიშნეთ საჭირო უჯრედები და გადადით ჩანართზე Home. ჯგუფში Arrange დააწყაპუნეთ ღილაკზე Format Cells, ან აკრიფეთ კლავიატურის კომბინაცია Ctrl-Shift-F. გახსნილ პანჯარაში ჩანართზე Arrangement, ჯგუფში Text Arrangement გახსენით გრაფის Vertical სია და აირჩიეთ საჭირო მნიშვნელობა. Top, ზედა მხარე, Center, ცენტრი, Bottom, ქვედა მხარე, Justify, სიმაღლის მიხედვით, Distributed, განაწილებული.